ეხლა დაიწყო. მეგობრებო დილამშვიდობისა. რა დილამშვიდობისა? დილის 5 საათია. საღამოს 5 საათია, ლენკა. დღის 5 საათია. საღამოს 5 საათი არ არსებობს. მოდი ვილაპარაკოთ რა არის დღე და საღამო და ბინები დავიკიდოთ მაშინ. მოდი. აქ იმედია ვერ ხედავთ, მაგრამ მაინც გაწოდინებთ, რომ პრობლემაა გამშარვალს. ეს სიტყვა ჩემ გაისწავლა. პრობლემაში იგულისხმება, რომ პატარაზე არის ჩამოჯმული შოკოლადი. შოკოლადი არ არის, შოკოლადებს ჭამ შენ, ეს არის ყავა. თუ შავ შოკოლადია რომ გავაძნე. ხო, შავ შოკოლადია. დადი. დღეს ლაპარაკობდით ბინების ამბებზე და სანამ ბინებზე დავიწყებთ ლაპარაკს, ჯერ დღე გავიაროთ და ესე იგი, 12 საათიდან, 12 AM-დან AM რომელია არ ვიცი. After midnight. After meridian. Meridian. ეგრე ქვია. Post meridian, after meridian, ეგ არის AM-ი და PM-ი. არ მაინტერესებს რომელი არის. AM-ი არის. არ ვიცი რა არის AM-ი. ღამის 12 საათი არის და არის დილის 12 საათი. ესე იგი, ღამის 12 საათიდან, რომელიც არის 12 PM, იქიდან შემდეგ 12 AM-მდე, ანუ დღის 12 საათამდე არის დილის საათები. აი მე 6-დან 6-მდე. დილის 12 საათი, დილის პირველი საათი, ანუ ღამის 2 საათი არ არსებობს. ღამის 2 საათი არსებობს. მე ღამის 2 საათს ვემხრობი და მე ვფიქრობ, რომ 6-დან 6-მდე ვზომავ და რატო გეტყვი ახლა, ნახე? 6 საათი, ღამის 6 საათი არა, დილის 6 საათია უკვე, იმიტომ რომ დილად ენდება. 5 საათი. 7, 8, 9, 10, 11, 12 დილა. არა, 5 საათზე მედავი. 5 საათზე. 5 საათზე იღვიდებს ხალხი. 5 საათზე მედავი. რა არის 5 საათი? დროზე. რომელი 5 საათი? დილის 5 საათი. შენი გაგები. დილის 5 საათი არ არსებობს. დღის 5 საათი არსებობს. მაშინ აი ნახე, თუ დილის 6 საათი არსებობს, დილის 5 საათი რატო არ არსებობს? იმიტომ რომ 5 საათზე ღამეა. 6-ს არის ხო? აი გაიღვიძე ხვალ 6 საათზე და ღამე იქნება უკუნითი. შეიძლება, მაგრამ უკვე დღის 5 საათი არის 17:00. და დილის 5 საათი არ არსებობს. ის არის ღამის 5 საათი. ეხლა არის დღის 5 საათი მეთქი და შენ მეუბნები რომ საღამოს 5 საათი არისო. არა, შენ არა, აი დილის 5 საათია. ისო ეს იაკეთებ ყველაფერზე. არა, მე ვთქვი რომ ხო, დღის 5 საათი უნდა მეთქვა. და მე გითხრა, დღის შეიძლება, დილა და არა манипуляტორი, დეგენერატი ადამიანი, აი ტიპმა რაზეც დაიწყო დავა, იმაზე იძახის, რასაც მე ვიძახი მაგას. მე გასლაითერე ხარ. გას არა, ბაზლაიტერი ვარ. Toy Story-ში რო ისა. არა, უკვე ნახე. პატარა. დღის 5 საათი არ არსებობს, კი არა, არსებობს, მაგრამ დილის 5 საათი არ არსებობს. არსებობს. არა, ის არის ღამის 5 საათი. არ არსებობს ღამის 5 საათი. არსებობს დღე და არსებობს ღამე. ის არის დღის, ეხლა რაც არის დღის 5 საათი და ღამე იქნება ღამის 5 საათი. შენ საუბრობ შენი პერსპექტივიდან. ეგრე ჩემი პერსპექტივიდან სანამ არ დავიძინებ, იქამდე ის დღე გრძელდება. არ არის ეგრე, 12-ზე დღე რჩება. ვიცი რომ არ არის, მაგრამ ჩემი პერსპექტივიდან ვიძახი. მე დაჟე 2-ის ნახევარზე ვიძახი რომ გუში რა მაგარი დღე იყო თქო. გასაგებია ეგ, მაგრამ გულისხმობ 12-მდე პერიოდს. ნუ ღრიალებ. მაგრამ მე გიხსნი ჩემი პერსპექტივიდან. ეგრე გვიხსნი შენ საათების გაგებას შენი პერსპექტივით. ამიტომ მე ვლაპარაკობ საზოგადო რაღაცაზე. შენ ლაპარაკობ შენს პერსპექტივაზე. ამიტომ მაგ მართალი შენ ვერ იქნები. всё, მორჩა. რატო? იმიტომ რომ შენ როგორც უყურებ, მაგას ლაპარაკობ. ხო, მაგრამ მე მგონია რომ ყველა ეგრე უყურებს. არა, ნიშნულობა არ აქვს. აი სულ რომ 100 კაცი იყოს დედამიწის მაცხოვრებელი და აქედან 99 კაცი იძახდეს რომ მე ესე ვუყურებ, ეგ იმას ეგ რეალობას არ ცვლის. როგორ არ ცვლის? არა, არ ცვლის. როგორ არ ცვლის? კარგი. დღევანდელი თემა არა, დღე და ღამეზე ვილაპარაკოთ. ანუ შენთვის დღე რა არის? ჩემთვის სხვანაირად არის. ისე არა, მაინტერესებს შენი შეხედულება დღეზე. დღე იწყება, აი, ყველაზე ადრე შეიძლება იყოს 5-5-ის ნახევარი, დილა. დილა ღამე. დილა. ღამე. არა, აი, ჩემთვის რა, არა მართლა მერიდიანებით რო არ უყურო. აი, 5-ის ნახევრიდან უკვე დილა იწყება რა და დილა გრძელდება აი, 10-მდე. ხო, მე შუა დღეა. შუა დღე არის 11-დან 3-მდე. 5-მდე, ჩემთვის.
6-დან 8-მდე არის საღამოს პირული, 8-დან 11-მდე საღამო და მერე უკვე ღამე 5 საათამდე. ესე მაქვს რა, დაყოფილი რომ დღის განმავლობაში რაღაცებს თუ აკეთებ და ამ ტერმინებს ხმარობ რომ ან საღამოს, ან საღამომდე ან რაღაცა, აი ამ დროებს გულისხმობ. საღამოს პირული რა. აი საღამოც არ არის, მაგრამ შუადღეც არ არის რა. აი უკვე საღამოვდება. ანუ უკვე მე როგორ მგონია. ნახე მარტივად აგიხსნა. 6-ები არის 10-ლის წერტილი. იმიტომ რომ აი სამსახურები არსებობს, რომელსაც სადაც 6 ღამის 6-მდე მუშაობ. დილის 6-მდე. დღის 6 საათამდე? თუ რომ გათენდება მე 6 საათამდე. რომ გათენდება მე 6 საათი, ღამის 6 საათი. ანუ ეხა 6 საათზე საღამოს. ღამე არ არის. მაგრამ 6 საათზე დილაა. მართალია. ხო და მაგას გეუბნები. ანუ უყურე 6-დან 6-მდე ვთვლი. 6 როცა არის საღამო, 7 საღამოა, 8 საღამოა, 9 საღამოა, 10 საღამოა, 11 უკვე ღამეა. 11, 12, პირველი, 2, 3, 4, 5, 6 არის ღამე. ხო და ეს ახლა დავფიქრე და 6, 7, ანუ 6 არა, 6, 7, 8, 9, 10 არის, 11, 12 არის დილა და პირველი 2, 3, 4, 5, 6 არის დღე. ანუ ახლა დავფიქრე რომ აი თუ ჩვენ უკვე ესეთი განსხვავებული აზრები გვაქვს დროსთან დაკავშირებით, აი ვიღაცა ვისი გაგებაც არ ვიცი დროის შესახებ და იმანაც არ ვიცი ჩემი გაგება დროის შესახებ, თუ მეტყვის რომ დღეს საღამოს გავიდეთ სადმე? ხო, იმისთვის საღამო შეიძლება იყოს 4 საათი. რომელი საათია ნეტა იმისთვის საღამო? რომელზე დგები იქიდან გამომდინარე გიწყდება მე ძირთად ის. მე ჩვენს ეგრე არ არის. რომელზე დგები მაგას მნიშვნელობა არ აქვს. დროის პერსპექტივა მაინც არ მისურვება. ძელვადაში როცა რომელზეც დგებოდი, იქიდან გამომდინარე გიყალიბდება. მე ეგრე მგონია. ნახე იმ დღეს რომ ნიკი ვნახე რა და ნათქვამი რომ მქონდა რომ საღამოს ვნახოთ ერთმანეთს. ხო, და იმან 4-ზე მოგწერა. და იმან რომ გოგო მომწერა 4 საათზე ჩაიცვა და გამოდიო მეთქი. აბა საღამო. ადრეა რა. ანუ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ 9-ზე გნახო. ხო და. ხო, აი საღამო არის ჩემთვის 7-ის მერე რა. ხო, და ამიტომ უნდა შევათანხმოთ ზუსტი დროები. აუჯა, AM-ი და PM-ი მეზიზღება მე. იმიტომ რომ ძალიან რთული გასაგებია. ძალიან მარტივია. აი ვერაფერი ვერ გავიგე. მარტივესია. სულ ყოველთვის მოვიწყდება. ამერიკელებს თუ რამე აქვთ გამოგონილი, იმიტომ აქვთ გამოგონილი, რომ მარტივი ყოფილიყო. რანაირად იარდები აქვთ. ეგ შენთვის არის რთული გასაგები, იმიტომ რომ მაღაზია არ გაიზარდე. უყურე ჩვენ მარტივი რატო გვაქვს, იცი? 10 ცალი სანტიმეტრი გვაქვს. ხო და შენთვის 10 ცალი დეციმეტრი და აღაცა ყველაფერი არის ნულზე დამთავრებული მარტივი რიცხვი 10, 1000, 100, 100.000, ანუ ხო ხვდები რას ვიძახ. და იმათ აქვს 3700. დავიხევ, არ გამითვალისწინებია, მე ვიგულისხმე თვითონ ენა ინგლისური და საათები, всё. აღარ შეხვდეთ ინგლისური სხვა არის. ამერიკელები მილებზე რას ფიქრობ? მე ვერ გავიგებ ვერასდროს მილებს, იმიტომ რომ კილომეტრები მაქვს ნასწავლი. არ მარტი 1.7 მაგრამ 7-მდე არის სადღაც მილები ხო კილომეტრებიდან გამომდინარე შექმნილი საზომიერთეულია, არა? არა, თავის პონჩი გეუბნები. ხო, მაშინ ძალიან მარტივი უნდა იყოს მაგათვის, უბრალოდ ჩვენ გვერდთულება, იმიტომ რომ არ ვიცით. ხო, მაგრამ როგორც მაგათვის არის უმაღლესი მათემატიკა, აი ცელსიუსით სიცხის გაზომვა. ფარენჰაიტი სიგიჟეა, და კიდე იმით რა. ფარენჰაიტი არის სიგიჟე. როგორ შეიძლება 78-ში იყინებოდები? მე ერთ ეგ რაღაცას გულისხმობთ, უბრალოდ სხვანაირად გვაქვს ხო და მე ვფიქრობ, რომ ევროპული უფრო სწორია და უფრო მე ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ მაღაზე ვარ გაზრდილი. არა, მაღაზე რომც არ იყო გაზრდილი, უფრო სწორია ესა. არა, მე რომ ამერიკელი ვიყო, ვერასდროს ვერ მიხვდებოდი ეს დებილი ევროპელები კილომეტრებში რატო ზომავენ რაღაცას, როცა მილი არსებობს. მართლა. ანუ ჩვენთან ხო არის მეტრი და კილომეტრი. იმათთან არის მილი და იარდი. და მილი არის 3734 თუ რაღაცა ეგეთი. ხო და რაღაცა ლოგიკა უდევთ კაცო მაგაში, ესე ჰაერიდან მოტანილი ციფრები ხო არა? ლოგიკურია კაკრას. შენთვის. ხო, მაგრამ მე მგონია რომ რა ვიცი, ამერიკელებს ჭკუა თუ აქვთ, უნდა შეცვალონ რა. ჯანმრთელობა ლენგა. ბევრ რაღაცაში ეგეთი რაღაცები მაგარი ალოგიკურები არიან. მე ვერ მოყვება მაგაში რომ ალოგიკურები თუ არიან შეფერდებითად ვიღაცასთან რაღაცაშიც კი დებილობები აქვთ. ხო, ყველაფრის საზომიერთეული აქვთ სხვანაირი. ხო და
ეს უფრო სწორია პატარა. მე რა მაინტერესებს აი ევროპელებმა რომ დაიპყრეს ამერიკა, აი საზომი ერთეულები რატო არ ჩაიტანეს? ვერ გავყავთ. იქო ძირთად წავიდა დამნაშავე ხალხი. ეგენი იყვნენ გადასახლებულები, გადაასახლეს რომ ისე ქნა და იქნებ ხა ძალიან სულ და სულაპარაკობთ და არა ჩვენი ამერიკა დაკეთებული. არა. იქნებ ის ძალიან ძველი საზომი ერთეულებია. არა, აგრას აი 1776-ში დაიწყება ამერიკა სადაც იწყება, იქ იწყება ეგეც. იქნებ პროტესტი ქონდათ რომ ევროპელებმა ააშენეს ქვეყანა და ჩვენ თვითონ იყვნენ ევროპელები და მე მაგას ვერ ხო და ნახე რაღაცა 100 წელი გავიდა უკვე ის საზოგადოება აღარ ცხოვრობს, ვინც დაიპყრო, ვაფშე სხვა მესამე თაობა არის და პროტესტი აქვს უკვე რომ აი ამერიკელები არ არიან. კანადა, მთელი სამხრეთ ამერიკა ყველა ჩვენსავით ზომავს. დარწმუნებული ხარ? აი კანადაზე მეპარება მაქსიმუმ მექსიკა უეჭველი ჩვენი იმები ზომავს. I don't know. ხოდა მე ვფიქრობ რომ აი განსხვავებულობის მაძიებლობის გამო აქვს ეს სხვანაირი სისტემა. აი ძალიან აღმატებულიერი ვარ თო იდა. მე მაგრად დავკომპლექსდებოდი ჩემთვის უცხო მიწაზე რომ მეცხოვრა, რომელიც 100 წლის წინ დაიპყრეს ბაბუაჩემმა და დებიაჩემმა და მე არც ესპანელი აღარ გამოვდივარ, ამერიკელიც ვერ გამოვდივარ, იმიტომ რომ ეგეთი რაღაც არ არსებობს და აი ჰაერში ვარ, მაგრამ დავკომპლექსდებოდი. ბაბუაშენი და ბებიაშენმა კი არ დაიპყრეს, ბაბუაშენი და ბებიაშენი ჩაასახლეს, რომ იმიტომ რომ აქ ევროპაში არ უნდათ რომ ეს ბაბუაშენი და ბებიაშენი. არა, მე ჩავთვალე რომ მეფის შთამომავალი ვარ და არანაირი მეფე მაღალი საზოგადოებიდან ვარ და აი ბებიაჩემმა გადაწყვეტა რომ მოდი ეს ნაწილი დავიპყროთ და ჩავასახლოთ მუშებიო და მეც გადავყვებიო. არა, მსგავსი ძალიან იშვიათი იქნებოდა დიდი ალბათობით. ხო და მე ეგ ვიყავი. ყლელები და ისინი ვინც არ უნდათ რომ მოეკლათ ევროპაში გააჯმევინეს, აი მე და იცხოვრეთო რა. თქვენ თუ იცით შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ თქვენ თუ იცით რომ ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის ფულით დადგა ფეხზე. ეგრე საბჭოთა კავშირის იმას რუსეთს უხდიდა ევროპაც და ამერიკაც. რო ის ატომური ბომბი რაღაცა კიდე რო ქონდათ, ის არ აფეთქებოდათ. ეგ სხვა რაღაცა არის, ეგ უკვე უსაფრთხოების თემა არის. აროჩე, ის რო აუფეთქდათ, რა ქვია იმას. ჩერნობილი რო აუფეთქდათ რუსებს. აროჩე, მეოთხე რეაქტორი იყო. ვახოს ვიდეოში მოვხდა და მანდ დამახსოვს. ეხლა უცებ. ხო და რო აუფეთქდათ, კიდე რაღაც ატომური ბომბი ქონდათ რუსებს და ამერიკელებმა და ევროპელებმა აუჩი ესე მაყლეები ჩანან და კიდე არ აუფეთქდეთ და მოდი რაღაც ფული მივცეს და შეინახონ და ეხლა მაგითი ემუგრება რუსეთი იმათ. მაგარია ამერიკა. რა არის მაგარი? ამერიკა აი მართლა მე აი ტაშის დასაკრავია რა. ყველაზე მაგარი ქვეყანა არის ჩინეთი და მაგას ვერავინ ვერ ხვდება. აი ჩინეთი არასდროს არ მისწავლია და ალბათ აი აქედან 20 წლის შემდეგ რო ჩაემბარებინა უნივერსიტეტში მე ვისწავლედი ჩინეთს რა ეხლა არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ანუ ეხლა აი ამ წამს შეიძლება იწყება ის რომ ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი იყოს პოლიტიკურად და არა ეკონომიკურად. ხო, ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანია. კი, მაგას ვიძახებ, პოლიტიკურად არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი ფიგურა რა, აი აქ დასავლეთისთვის. არ იმაშვებიან რა. ევროპისთვის ვიცი. არ ატრაკებენ ისე რომ ხო და მაგას ვიძახი რომ ანუ რაღაცა მნიშვნელოვან სიტყვას რომ იძახდნენ ძალიან ხმამაღალს თვალში საცემს აუცილებლად ვისწავლიდი მაგრამ ეხლა არ ვიცი იმიტომ რომ ეგეთი მნიშვნელოვანი მართლა არ არის რა მე ვფიქრობ რომ პროსტა იმდენად უჭირავთ ეს ეკონომიკა რომ აი არაფრის თქმა არ ჭირდებათ და როცა რამე პრობლემა ექნება ვინმესთან ურთიერთობაში რომელიმე ქვეყანასთან ეგრევე აი იკაპზე უწნობენ პატრონს არ უჭირავს ჩინეთს ეგეთი ისიც რა ანუ შენი ძახი რომ მაგრამ მე შენი ძახი რომ ჩინეთს ყურებით უჭირავს დანარჩენი მსოფლიო აუცილებლად არა იმიტომ რომ ნახე მე ჩინეთს ანუ მე შემაქ ჩინეთში ფული იმითი რომ საწარმოებს ვაშენებ ჩინეთში ამერიკული მაგალითად აი iPhone-ის ქარხანას რომ ჩინეთში ვაშენებ მე ამერიკელმა შევიტანე ფული ჩინეთში და ჩინეთმა მე არ გადამიხადა არაფერი იმისთვის რომ ამერიკული პროექტი წანუხდები ანუ მე ვასარგებლე ჩინეთს. ხო, შენ ასარგებლე. მე არ ვარ დამოკიდებული ჩინეთზე. ჩინეთია დამოკიდებული ჩემზე. აღარ. თავიდან ეგრე იყო.
აი ახლა რომ აი მთელი მსოფლიოს ყველა ძლიერი კომპანიის ქარხანა რო ჩინეთში არის, მთავარი ქარხნები რა. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან იაფია. ხო, ძალიან იაფია, მაგრამ ჩინეთი მაგას ძალიან კარგად იყენებს სათავისად. მე კომპანიის მფლობელი ვარ, რა წამს დავინახავ, რომ ჩინეთი ძალიანაც უნდრუკდა, გადავიტან კალიფორნიაში ჩემს ქარხანას. ეგ ცადა ტრამპმა და არ გამოუვიდათ. იმიტომ რომ კაპიტალიზმია, არ გიღირ რაღაცას 2 ცენტად რო აკეთებ, არ გიღირს რომ მე $2 გადაიხადო. ხო, და იმის გამო რომ მომხმარებელი მაგრამ გაძვირებულს აღარ იყიდის. მომხმარებელი გაძვირებულს აღარ იყიდის კი არა. არ ნახე 10 მეტი ფასი რო ედოს ახლა იმასთან ტელეფონს ვინ იყიდის? ფასი არ უნდა გაიზარდოს და ეგ არის მუღამი რომ ფასი რო არ გაიზარდოს, მე მაგ ხელა მოგებას ვეღარ უნახავ და არ მაწყობს. თორე განა ფასის გაზრდაზე არის საერთოდ ლაპარაკი. ზოგადად ბიზნესი ხო ის როგორია, რომ ფული რო შემოდის უკან თუ არ ჩააბრუნა, ისე აზრი არ აქვს. ხო და ეგრე აბრუნებს ისევ ჩინეთში ფულს. მთელი მსოფლიო. ჩინეთს აქვს ყვერებით დაჭერილი იმის გამო, რომ განვითარდნენ მსგავსი რაღაცების კეთებაში, რაც მთელ მსოფლიოს ჭირდება. და ამ დროს აი ტაივანი და ისინი მარტო ტრანსფერებს აკეთებენ რა. ანუ სხვა მაგათი კონკურენტი მსგავსი ტიპის ის ქვეყანა არ არსებობს. და ჩინეთს როგორც კი დაჭირდება, აი ესე ყვერებზე რო წაავლებს. ნებისმიერ ქვეყანას ნებისმიერს ჩამოკაჩავს და დედასიტყვი. მე ვერ ხედავ ჩინეთს ეგეთ მაგრამ აი როცა ჰეგემონიას სწავლობდი, აი ჰეგემონია არის მაგალითად ამერიკა რა, ოღონდ ეს ჰეგემონია არ გაიგოთ როგორც აი დამპყრობელი რაღაცა ეგეთი. ჰეგემონია არის ძალიან კეთილი ტერმინი რა, აი ფულს გასცემს, ვალებს გასცემს, გეხმარება, აი როგორც ევროპას დაიხმარა ეგრე. ჰეგემონია დომინანტობაა პროსტა რა. ხო, ოღონდ ცუდი განზრახვით არა რა, პროსტა იმიტომ რომ თვითონ ამერიკას უნდა ჩვენს გვინდა კარგად გვექცევა. ვინ ნებისმიერი ქვეყანა რო კარგად არის, ყველა სხვა ქვეყანას აწყობს. ხო. იმიტომ რომ მე მაგათი ხალხი მაგიტომ აშენა ამერიკამ, ევროპა, იმიტომ რომ მე ევროპიდან ფული დაუბრუნდებოდა ამერიკას. მაგიტომ ეძახი რომ საოცარი რაღაცა არის ამერიკა. ხო, მაგრამ ამერიკა ეხა ისე ჩამოდის და ჩამოდის. ხო და მარას ვახდი რა. მაგ ჰეგემონიას რო სწავლობდი, ახლა ჰეგემონია ალბათ აგიხსენეთ რაც არის. ჩემი შიში იყო, რა, განხილობი ხო იყო, რა, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი ჰეგემონი რა, იმიტომ რომ 5 რაღაც არის, რასაც უნდა აკმაყოფილოს ქვეყანა, რომ იყოს ჰეგემონი და ეს არ არის ზომა. ჩემი შიში იყო, რომ აი თუ ისე წავიდა სოფლიო, რომ ჩინეთი გახდა ჰეგემონი, უეჭველი. აი ძალიან მეშინია მაგას, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მომწონს გაკეთებული ცინ ნიტო ნიგერიაში ნიტო კონგოში ზუსტად არ მახსოვს აფრიკის რომელიღაც ქვეყანაში უთხრა რომ კაროჩე რაღაცა ფარტი მოგვეცითო მაგ ფარტზე ფულს შემოვიტანთ ჩვენ პროსტა ჩვენი იყოსო და მაგის გამო არის საშიში რომ რაღაცა ეგრე ფარტებში შედის სხვადასხვა ქვეყნებში თავის ჩინელებს ასახლებს და ეგ ავტომატურად ხო ერის იმას ცვლის და გვავიწყდა რატო არის საშიში ჩინეთის ჰეგემონობა რატო კომუნისტები მართავენ და მაგიტომ. კომუნიზმი რეალურ ცხოვრებაში ადამიანებისთვის ისეთი ცუდი შეიძლება არ იყოს დაჟე. ხე ჰეგემონი რო ხარ ხო თავის თავად კეთილი იდეოლოგიას ატარებს. და იდეოლოგიას ატარებ ხო და კეთილ განზრახვებში იმას გულისხმობ რომ კომუნიზმი არ ჯდება. ნახე თქვენ თუ ფიქრობთ რომ კეთილი ვერ იქნები თუ სარგებელს აკეთები იმის გამო რომ შემდეგ სარგებელი დაგებრუნდეს ეგ სისულელეა რა მაინც იქნები კეთილი შეიძლება ბოროტი რო ხარ მაგიტო არავის არ დაიხმარო იმის მიხედვით რომ შეიძლება სარგებელი დაგებრუნდეს ანუ ამერიკა კეთილია საბოლოო ჯამში მე ამას ვიძახი რა იმის მიხედვით რომ რაღაც განზრახვების გამო აკეთებს სიგეთეს მიხდი ჩინეთი კომუნიზმი იმდენად არაკეთილია ჩემთვის რომ თუ რაღაცას აკეთებს კომუნიზმი ეგრე გგონია რომ სიკეთის გამოაკეთებს რომ დაგეხმაროს რა მაგრამ რეალურად შორს წასულ პერსპექტივაში მაინც თავისთვის აკეთებს რა კომუნიზმის ცუდი გამოცდილება გვაქვს შეიძლება მე არ მგონია რომ კომუნიზმი ეგრე ცუდი იყოს რაღაც ნაწილი კომუნიზმის და რაღაც ნაწილი დემოკრატიის რო გავაერთიანოთ აი ეს მიიღებ კაპიტალიზმს არ მგონია მე ეგრე მე მგონია რომ ყველამ დადებითად რო უყუროს აი კომუნიზმსაც რაღაცა ნაწილი რაღაცა აი ყველა კარგად რო არის ყველა თანაბრად კარგად რო არის თუნდაც არ არსებობს არ არსებობს ვერ იქნება ყველა კარგად ხო შეიძლება რომ იყოს კი დაშვების დონეზე თოთოლად აი თეორიულად ეგ არის აი მაშინ ბუნებითი მდგომარეობა სადაც აი სამსახურები არ არსებობდა და ყველა რაღაცით ასახლები არ არსებობდა და ყველა უბრალოდ არ იყო ყველა კარგად მე რომ შენზე ძლიერი ვიყავი და მეცემე მოგერეოდი всё შენ დაიჩაგდე თანამედროვე რეალობაში კანონი გვაქვს ხო არა ანუ ნახე
კანონი მე იმას კი არ ვეძახი, ეხლა კანონი იმას ნიშნავს, რომ მე რო შენ გცემ, მე დავისჯები, ხო? მაგრამ ეხლა აღარ ვცემთ ადამიანები ერთმანეთს იმისთვის, რომ რაღაცა მოვიპოვოთ. მე თუ შენი სახლი მინდა, შენი ცემა აღარ მჭირდება. მე შემიძლია რომ ფულით ვიყიდო ეგ სახლი, იმის მიხედავად შენ გინდა თუ არა. რაღაცა გზას მოვნახავ, რომ მე ეგ სახლი წაგართო, მაგრამ შენ ფიზიკური შეხება აღარ მჭირდება. მე სხვა რაღაცას ვწtildeობ. ვიცი ძალიან. იმედი მაქვს. მე ყოველთვის ადამიანების იმედი მაქვს და მაგის ბრალი არის ეგ. მეც მაქვს ადამიანების იმედი. ხო და აი მაგის ბრალი არის რა. მაგრამ ცალკეული ადამიანების იმედი მაქვს და არა რაღაც ჯგუფის რა. მე ყველას იმაქვს. აი მგონია რომ ერთ დღეს ყველა გავიგვიწევთ და ეს რა ხეობებს ვაკეთებთ, ვიტყვით და გავაგრძელებთ ბედნიერად ცხოვრებას. I don't know. ამ ლაპარაკმა იმედი მაინც ხო შეიძლება რომ მქონდეს. იმედი კონტესტ კი ამ ლაპარაკმა მიმახვედრა რომ აი რა წამს სექტემბერი მოვა. რა მიახვედრა ლენკას ამ ლაპარაკს? რა წამს სექტემბერი მოვა, ძალიან მომენატრა პოლიტიკის სწავლა და უნდა გავაგრძელო ჩემი მაგისტრატურის საფეხური. გაგძელ. მე არ მეაშვა პოლიტიკა. მე ძალიან mind blow არის ჩემთვის პოლიტიკა. ოღონდ პოლიტიკა განაყოფითი პოლიტიკა. აბა პოლიტიკა როგორც იდეოლოგიები, პოლიტიკა როგორც ქმედებები, როგორც წარსული, როგორც შესაძლებელი მომავალი, აი იმდენი რაღაც არსებობს, რაზეც შეიძლება არ გვიფიქრია, ან რაც შეიძლება მომხდარიყო, აი იმდენი თეორიები ძალიან მიყვარს და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკა არის ერთი დიდი თეორია, დაყოფილი ბევრ პატარა თეორიად. და აი ეგ მიყვარს, რომ მე შემიძლია, რომ ის თეორია ვიპოვო, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩემს ბუნებას. და იქ ძალიან მაგარია. ოჩახ. დავამთავროთ აქ. დავამთავროთ. მე და ბინები მე გადავიდე. კაპიტალიზმზე და ბინებზე მე გადავაკეთებ. გაკოცეთ. კარგად იყავით, ჭკუით იყავით, თავს ვიხადეთ. ამ ვიდეოს ერქვას საათები, კომუნიზმი და პოლიტიკა. ბოზები. ახლოსაა. პოლიტიკა და ბოზები. არა. საკმაოდ ახლოს. კაი, წავედი.